ამ მშვიდობისა ტკბილებო. არ გიგონთ რომ ტიტველი ვარ. თავი მაქვს დასაბაინა დღეს უნდა დავიბანო, მაგრამ იქამდე ძალიან მომინდა რაღაც მოსადუღებელი ყავა. რაც აქ ვარ ჩამოსული, იცით თქვენ რომ მე არ დამილევია მოსადუღებელი ყავა და მოდი ეხა ჩვენ ეს ერთად გავაკეთოთ. რა სიტყვით? არ მგონია რომ წინააღმდეგები იყოთ. ერთად დალეული კოფეს. მე რომ კოვზი მიყვარს ისად. მინდავა და გამიგე გამოკეთო გამაკეთო. გააკეთე ძმაო, გააკეთე. ის რაში ყოლასა ვიცი უყვავი იმაში. პატარა ქვაბში. ეგარა კარგად მოხმენდი. არა ეხა საჭმელში მოაშალე მე დავი ეხა აფაც გავუკეთე დევას მეც გავიკეთე და არა მე მეც მოწმინდა. აჰა, აბა ეხა დავიწყეთ ესე იგი. გავხსენით უგემრიელს, აი ესე იგი ხალხო მწყურია, კატასტროფულად მწყურია და ამ წყალს ვერ ავწევ. დღეს უნდა ვიყიდო წყალი და დავლიო, თორე აი ვიხჩობი ქალი. ეს სასამართლო და რატო არ ჭამს? ეგ ევასი იყო. ევასი? რომელი ჭამა? ევასი არ იყო ეგ? ჩოკოსი იყო? ჩოკოსი ევასი წვრილად იყო დაჭრილი. ოი, არ ვიცი, ჩანიკეს ხო ძალიან უყვარს ადამს. გამო, იქ ნუდგა ხარ სულ იმითი, უკანალით. ჰა? მე რა ვიცი, აი, მიმოიხედო უნდა ნახე. ჯამდენს უყურე იკა? სამს უყურა ტუხალ საშინელებათას. 1 2 5. ვაიმე დედიკო დედა ზღვაზეა ჩამოსული. გარეთ გასვლა არ არის, არ ირის. თუ ძალით არ ირის, ისე არ ირის გარეთ გასვლა. თუ არა იძულეს, ისე არ ირის გარეთ გასვლა. ხოდა მცდარ მოსახვევები შეუძლია. მცდარი მოსახვევი ხარ რა. ხანი კვერ უყურები აქ ვიჯექი. იქ გამოვაგდეს. ბავშვ, კაცო შევედი, ხო და ბავშვს ზინავს და თავზე ადგას და რაღაცა ხმები ისმე. როგორ შეიძლება? როგორ უნდა მოიშვენოს? აბა როგორ უნდა მოიშვენოს, ეთი ვერ გავიგე? მცდარი მოსახვევში არ უნდა შეხვიდე. მცდარი მოსახვევი ხარ, მეთქი გეუბნები. ვონი, დაყი თავში და კოპი დიდი. ჩემი ის ტელეფონის დასადები, იქით. აი რა ვქი. ვაიმე იგა ეხა რა გამოფრაზა. არის არა. აი უდევს წინ და ადარი. იგი გამოა. შენს გამოაღებდი ჩემს ბოტოტა ხელი. ბოტოტა ხელი გა. აუ გადი ერთი რა. მე რას არის რომ მინდოდეს და ვერ მივწვდე. იყუსუნა. ვაიმე ბონინა, დედა, დედიკო. დაყი კეფაში კოპი. დედიკო, დედა. ეს არა. პატარა ძაღლს ნუ აბულინგებ.
რო იღრინი და ეს მაგარი შავლა ბოლოს. დედიკო დედა. იმენა. ომინას. შეხედე რა პროფილი. გაიძახის რომის, ანუ შნაიდერს ხალხო. დედიკო, ევას წყალი გადავავლე. თელი ტანი ეფხანებოდა კატასტროფულად, ისე ეფხანებოდა, რომ წყალი მიყვარს, წყალი კაიაო თქვა. რა არისო ეს? ცოტა გადმოავდა ერთი. გადმოავდა და ის რასაც შეიცავს გასდის, იცი, კუჭისთვის კაირო. აბა რაღაცა ისინი, ერთ ჯერზე მათო. ერთ ჯერზე. რა გასდის? ერთ ჯერზე. აბა რა გასდის? ჰა? გასდის რომი? გასდის ის წებოვნა. დამიდგეს. აუ, ეხლა. მიდი. ჩათე. ჩაქთრავ მე შენ გარდა. რაღაცა სურავს კიდე. აი. ეს შევარდება. მიდი ჩათე. აუ ეს მიკეტი ცოტა ესპანური. აუ, მოკეტე რა. ორი ლეცავ თავს. ლეწე. ჩათე. დედიკო, დედა. ამ სისხლში ფანჯარას რამე მეკეტია, შენ სულ ჭკუაზე ხარ თუ არ ხარ? ვერ გავიგე. ვერ გევიგე. აი, ისეთი ვიწრო ამ აქაურობა, რომ ვერ მიდგები, ვერ მოდგები. ახუნები მიდის. ჩვენ ყველანი რომ შემოვალთ ხოლმე აქ. ამას რძე არ უნდა და? იგი ეხავი გაუგი. ის რძე გამითავდა ორ დღეში მერქი რა დაემართა და ერთხელ გავაგე. მე გამახსენდა რაც დაემართა. აი, მამა აკეთებს საფას. ეს რისი აქვს, რკინის არა აქვს სახელი. და არც ხელდება, იცი? ამას ეს სხვა რადნოი არ არის მე მგონი გაკეთებული. ტრაკი ნუ შედა ჩემ კამერაში. უი, ეს გამოვსცე შენი. ჩარტე. მე რაკეთ გადმოჯიქიში. აუ, ნალექი იქ დარჩა. გავაკეთე ვინდა ის რა ის, ფაფის გაკეთებას რაღა უნდა. ის არის. ის არის. ისე კარგად გიდი. ეს გამოგაკეთე და ბავშვები სვამენ. შენაგდაჯი. გადი გამანებე თავი, მე გადავწყვეტ სად დავჯდები. აი მე მოასვენე ერთი ციცკნა ძაღლი რა. განებე კაცო ნუ აბულინგებ ჩემ ძაღლს. ფაფა უნდა ევას. აი ფაფა დგას და კეთდება. დაელოდე ბონი. მე ვჭამოთ. გადი ალერგენო კაცო, გადი. მე კაცია ალერგია. არა მატებს ძეს. როდის? ვა! შენთვის არ შეიძლება. ადგილი იცი და ზურგს შეხედე შენს. აბა? დონატირო ჩამირიცხეს გავიმეტე ჩემი თავისთვის. ეს კილო 37.5 ღირს და ეს არის 9.45. გამოფიფეხი? აუ ბონი თავის საჭმელს შემოსმინეთ ამჯუ. არ უყვარს ეს. სტარი მოსახვევი იკა.
დიახ. Actionია. ევასი. ოდად გასიცხე. აჰა. ახო საშინელი სიცხე დგება ესენი რომ მითქი. გადი ძაღლო. ძაღლო მიიწი. ძაღლო. მეკაია. დილაშვიდობისა. ყველას. ბონის არ ნუყოს თხილა. ალბათ სულად ისმის შეიძლება ხმა. მოიცა გამოგირთავთ. ალბათ საშინლად ისმის. გუშინ მშვენიერი დღე იყო. ნე და დღეს ვარ როგორ იქნება? შენ საშინელ მოსახველებზე ფიქრობდი. მე ფიქრობდი მაგაზე. შენზე ფიქრობდი? ზღვაზე. პრეზიდენტი გვაქვს? პრეზიდენტი თბილისში ყავს. უნდა წამოვიდე. ვერ მივხვდა რა უთხარი. რა უნდა წამომეღო ბიჭო, გადინებოდა თავზე გადამესხა. რეაქცია მაინტერესებს. რეაქცია რაწონილია. ერთი მიეცი და ხვალ იქი და შარიკი ვიდო. სულ მოაჭმევ ხოლმე. უჩი როგორ უყვარს? მაშალა. დაბარე ვარ. ჩიროკო მინდა. აუ გუშინ მთელი გამირო იყო მუსიკები არა. აუ რა ფეიერვერკები იყო იცი ხო? და ევა ისე დაღლილი იყო რომ მაინც არ გაუღვიძია. ჩიროკო. შენ? ასე ჩავარდე გაუთიში. აჰა. აი ხაიკა. მოუწესებდა. მოუჭირდა როგორ. გაუჭირდა? მოგავე, გაუჭირდა გარუჯვაო. ერთი წუთი დარს. ამიტომ ცხელი და უმი მიუტანოთ. ზღაპარი ყვა, ჩიროკო. თოლიების მო. აჰა. ეს და სხვა ვაფშე. აფსაიდში არიან. გუშინ პლაჟზე რო ვიყავით თოლქმარია შვილი იყვნენ ჩვენ ჩრდილში დასვნენ ვიღაცები ხო იცი მაგ დროს აუ მე წავიდე მაგრამ ხოლ გაიქირავა ანუ არა ვიღებდი რაღაცა მოგზაურად რომ დამჭირად იყვნენ რომ
მასთანაც მისულიყო ჩრდილი, მაგრამ ანუ ჩვენ და ისე გაშალეს და მე ისე დასხდნენ, რომ ანუ ჩვენ დასაჯდო მით აღარ იყო. მე უნდა დამჯერყავი ქოლგის ქვეშ, მაგრამ მზე იყო წინ. ანუ სტილში დაждდა დი. ანუ სადაც ხოლგადგას იქ არაზოს არაა სტილი როცა მზეა. ანუ ან წინა ან გვერდულა და წინ იყო და იქ დაждდა და. თან სამნი. ხოდა ეს ცოლქმარი ამბობდნენ. გრიგორში ქონდა კოტეჯიო. ორიო. 20 წელიო. ერთი ვცხოვრობდით და ერთი გაქირებული ქონდაო. 20 წელი ცხოვრობდნენ? ვაგერეთ ხო. შეიძლება საფხულობით ცხოვრობდნენ. 20 წელი ქონდაო. აი, მითი არისო, რომ სოფელიაო. სიმშვიდეაო. ცითარი ოჯახები მოდიანო. და ანუ აი, მითი არისო, უკანო არისო ტყეო, წინა არის ზღვაო. ფიჭუნა არის და ზღვა. მაგრამ ანუ სოფელიაო რა, ანუ გასართობი მზარსაჭმელს ესე ვერ იყიდიო. ხოდა, იმიტომ გამოვიდეთ, რომ ძალიან დიდი ტერიტორია ჩვენს გვერდზე იყიდა და დიდ რაღაცას არ შეიძლება ისეთ ვიწროვეაო და ახლა ამას უნდა მადგავდნენ თავზე აღარ მინდოდა რა გავყიდეთო. ხალმა მე ყოველთვის ბათუმი მიყვარდაო. ხოდა მე მოყვა სომხები რომ ჩამოდიოდნენ ხომეო. რია გესმის? აი ზეთო გავუსვა ხაზი ესე. მაცურებით მოდიოდნენ თავისიო. ახალი ამბავი. ჩვენც ეგრე ჩამოვიდით აქტიურად. რა გიგვირს სომეხი ის ეკონომიის მამა. თავისი მოქონდათო მაციურითო სამწვადეო. მოიცა ერთწუთი. მოქონდათო სამწვადეო. წყალიც კი თავისი ჩამოქონა იქიდან. წყალიო. იგი მაგათთან ვერავინ. და ისა 2 კილო ბადრიჯანი დარჩათო ერთხელო და სად ჩავაბაროთო მეკითხებოდნენ. 2 კილო ბადრიჯანი და მე ცოლ მამხა ეხა სულ ყველაფერს თუცნუ იწვი. აბა გაიხსნა ახალწელს უტყო კონიაკებს რო გიგზავნინენო. ხოდა ჩვენც ესე ჩამოვედით ტაროების არ მოვიტანეთ ის გვიდო და წამოგვეყო საზამთრო და მე იმიტომ გამეცინა რომ ჩვენ თავი გამახსენდა რამდენი ჩამოვათრიეთ იქიდან. ხოდა მე არანაირი არა მაქვს აი რო აქ ხომ რაღაცა აგრესია და რაღაცა დაცინვები. ეკონომიაზე მაინც დასაცინი არ არის. სომხებსო დაცინიან და რაღაცა. ეკონომიური ანეკდოტები წერები. არ იყო ზუნცი. დასაში. გასვენება სომეხის. ხოდა всё, გაი უნას და ზალიდან გაყავ ხო და მიცვალებული და მოიცა ერთუთი აი უბო შუაში არის კართან და ხელს გა შუქშა აქვს ზალით. კუდარი? ო. აი ანეკდოტია, მაგრამ აი შუქი არ დატოვა. რა მაიმუნოა? სომხური ატმორი იცი? ასო თუ შემოუში. ой ის ხო წარმოიდგინე რა ქვია მაგას რო ჩაირთვება. თერმო რაღაც კედელზეა დამონტაჟებული. მოიცა სახელი. თქვი. რა ქვია მე? რა ვიცი მე? რა ქვია? ატმორი? რა ქვია ჩვენც რო ქონდა იქ? გასაგები არ აქვს თუ კიდევ რამდენი. არისტონ რამდენს წობს რო ჩართა? და სომხური ატმორი ხო იცი? აი იმაზე. ონკანის თავი ხო იცი ქვემოთ? იქ მაგის ზუსტად ქვემოთ და ანთებული სანთელი დამაგრებული. და იმ კინას აცხელებს და იქ ათხოვს თავს. აუი, კაკაი ერთი რა. ლეგენდები და ესე იგი შენ ლაპარაკზე? ხო. მე მთხოვენ პირადში ხალხი პასუხს რო იცოდე. ესე თქვა, ისე თქვაო.
ასე ყველაზე ანეკდოტი. განა მეგრელზე არა, იმაზე არა, სვანზე არა. ჩვენ ყველაფერს სერიოზულად მიიღე, რა ვიცი. მე კი არა. აი ესე დამოურევდა მე კი არ ვიღებ, ზოგი ადამიანი იღებს. მე არ მაქვს არასოდეს არავისთან არც დასაცინი, არც პრობლემა, არც არაფერი. რავი თუ გინდა გადაიტანეთ, რა ვიცი. ყველა მშვენიერია. აუ როგორ დავიზაკრე, რაც გავარ უკვე ნახე როგორ ერთიანად მივიდა, ნახე. სახე ნახე როგორ გამიშავდა. მოიტა? შენ თეთრი ხარ და მე კარგად მეკიდება. ო. ესეთი ჯერ ვერ ვარ. ანუ მე კარგად მეკიდება, იმიტომ რომ ის ვარ, რა ქვია. შავგრემანებს კარგად ეკიდება ძალიან. მზე. ერთხელ გავალ და ვშო. ესე იგი დღეს მინდა შაურმა. ეხლა გვიჭირს ხელფასი არ არის ჯერ. შემოჭერილები ვარ ძალიან, მაგრამ ეკონომიაზე დგას, ეკონომიკა. მაგრამ ჩემმა ძირფასმა ხალხმა სხვადასხვა ადგილებში რომ ჩამირიცხეს ფული, 80 ლარიკიდან გამომდის. ხო და ეხლა მამერის ნინი ვარ, რომ რო ეკონომიკა გამოვიმუშაო და არ გავაბლიაო ეს ფული. ანუ მაგისთვის მინდა, ანუ ნახე, მინდა რომ ეხა დღეს, როცა ხელფასი ჯერ არ არის და აი ესეთი დღეებია, რომ თავი უნდა მოუყარო და ისე იყო, მინდა რომ ჩემი ოჯახი დავპატიჟო შაურმაზე. ოღონდ უნდა შევთანხმდე, რომ ნაყინები და ტკბილებულები დღეს არ იქნება, თუ უნდათ ეგრე. თუ გამოიწევ. დავპატიჟო განეკ წავიყვანო, გადავიხადოს გულის დაპატიჟებაში. აი როგორი მასტერია დაპატიჟების ხედავთ, ეგრევე ხდება რა. კი. რადე? გავაკეთე, მეტი რა ვქნა. კი, papa მამამ გააკეთა დე. აუ წყალი არა აქ. ой, აქ წყალი. ეს ვისია? ეს შენდა. ჩემია. გადადუღებული. და მე რა უყიდოთ? გადადუღებული კაია, ხო? ნუ არ მოწამლის. ცივია? ეს გუშინ ღამე გავადუღე, მე ყავა დავლე. ანუ ცხელი ხო არა? ვაიმე იკა, მდუღარემი მაგ ხო? ჰა? ვიცი ანეკდოტის გამახსენდა მე. აუ გაბალებ ეხა თავი. სომეხია ისე. ადი. ეწყინებათ ადამიანებს და ანუ მე ხო გეუბნები, მე ის ადამიანი ვარ ზუსტად, რომელიც ადამიანებს არ განსჯის, არაფრის მიხედვით. პირიქით. ანეკდოტებს ხვება და არა, გასაგებია, მაგრამ ბევრს ეზიზღება საქართველოში სომხები ბევრს ეზიზღება. ანუ ეგ არის ფაქტი. მე ვიცი და არა, შენ შეიძლება არ გეზიზღება, მაგრამ შენ რაღაცას იტყვი. ვაიმე აზრი მათქმევინე. ნახე, საქართველოში რო ეზიზღებათ, ბევრს რო ეზიზღება სომხები, ახლა შენ რო იტყვი რაღაც ანეკდოტს, ის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ზიზღი აქვს ხვებისგან მიღებული, ჩათვლის, რომ შენს გეზიზღება და იმიტომ ყვები. უნდა ახსნა და თქვა მაშინ, იმიტომ რომ აი მე რო ვიცი საქართველოშიო სომხები ცხოვრობენ, თა როგორი იცი? საქართველოში დაბადებული, საქართველოში გაზრდილი, აი საქართველოს სამშობლო თვლიან ესე იგი კომენტარებში შეზომეხო, რაღაცა ფინძური გეგონებათ ჩვენ ადამიანს რო რაღაცის ნიშნის მიხედვით ამცირებს, ის თვითონ ეხა რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, გეგონება ვინმეზე უკეთესია პროცენტი. ეგ არ შეიძლება გაზრდა ცინიკურად. ხო და აი ძალიან არის საქართველოში ეგ და ამიტომ ეგეთ თემებს ყოველთვის ესე ვცდილობ ხოლმე რომ ისე შევეხო, რომ არ ვატკენინო და მაინც არ გამომდის, აი მაინც არის ხოლმე რომ ესე ვთქვი და
სულ სხვანაირად გაიგეს და გადმოატრიალეს ადამიანებმა ზოგჯერ. როცა ახსნა არ მოვაყოლე. რომ მგონია რომ მიცნობენ და გაიგებენ რომ მე ეს არ მიგულისხმია, არა. მაინც ან როცა ადამიანს რაღაცა ტკივა იქ ხვდება, გინდა შენ იმაზე საერთოდ არ ქონდეს ნათქვამი. ხვდები რა შესაძლოა? ანუ გააშნია რას როგორი ანეკდოტები ყველაზეა, ყველა კუთხეში იმაზე. ეს ისევ იმას უბერავს. და ну თქმას გაიხა შესომეხო და შენ მაშინ შესავალი უნდა გაუკეთდეს. მე რაღაც შესავალი ანეკდოტები ყველაზე არის მოგონილი და ყველა იმაზე და ანეკდოტია. და ну ვისაც ანეკდოტს მინს ანეკდოტს ასერიოზულებს და წინს ну ცოტა იუმორთან ვერა. მარტო ლუზე რა ამბავია რომ ყველაფერს თავი რო გავანებოდი მეგრელების ლო და მაგაზე ციცინიან სულ და ანეკდოტები. მე რა მეგრელებს რა წინთე. მე არ ვთქვი. მე ისა, ესე იგი მე ხო თოდუა მეწერა ადრე გვარი. ხო და ესე იგი შემომივარდა ვიღაცა და ძალიან კაი გოგო ხარო, მაგრამ ეგ ლოები ყიდისო მე მითხრა. ანუ მე რომელიც მეგრელი არა ვარ, კახეთში ვარ გაზრდილი და მერბილილი არა მაგ დაჟე ესენი რო ამბობენ ხოლმე და მე რო ვცდილობ გავიმეორო არ გამომდის. გვარი რო ნახა რომ მეგრული ეწერა, ანუ დამცინა რომ კილო გაკო. მე რომელსაც არ შეიძლებოდა კილო მქონოდა, იმიტომ რომ ვერ მექნება კილო. მეგრული. ხო რა. კელდი ხალხი რო დამ. ანუ ყოველთვის მოძებნია. ყველა ხდება ანუ ჩემს აქცენტს. მეგრელი ყველა ხდება და ხა მე ვერ მივხვდი. აბა რა მეთი დასულებული არა არის. აო აქცენტიო. მერთან უკნას ეგ აქცენტი დავკარგო მეთი და აუ არა, მაგას ვინც ამბობს, მე მგონი ცუდად არ ამბობს, იმიტომ რომ მე მგონი მაგას მარტო მეგრელები ხვდებიან რო აქცენტია. აბა მე ხა შენ ისეთი აქცენტი არ გაქვს რომ? თბილისელი აი ქართველიო, ხა აი ახლა ჩავწყებ თავი, აი მას ვერ ვიტან. თქვენ ქართველები. მოიცა კაცო მაგ თბილისში სულ არ იყვნენ მეგრელები, გვარი ხო წერია, მეგრელი არ იყო ვაფშე, მაგრამ აი ეგენიც კი ხვდებიან, აი საუბარში აქცენტში ყველა ხდება, რომ აი რა დონეზეც არ უნდა ლაპარაკო, თუნდაც ძალიან განათლებულიც რო იყო, ანუ იქ დაბადებულ ადამიანებს და გაზრდას მაინც აქვს აქცენტი. მე თქვენ უკნას ეგ დავკარგო და არ მქონდეს მეთქი და ყველას მაგას მივუძვი. არ მიტყდება არაფერი. და ეხლა იცინონ რამდენიც უნდა. ლუზეც და იმაზე. ვისაც ადამიანებმა არ უნდა დაკარგოს ადამიანური ღირსებები, თორე კუთხური დიალექტი. აი ეგ სამაყოცა. ყველასა გურულის საერთოდ როგორია. იმენა რომ დასწრებენ, რავი ერთი 10 ჯერ უნდა მოაყოლო, თავიდან რომ გაიგო არა ის რა თქვა. აუ ეს რო ვერ გაიგებ რა თქვა, ეგეთი ის აქვს სამეგრელოს და იმას. სამეგრელოს და იმას სვანეთსაც ანუ რო ვერ გაიგებ თორე. ყველაზე სწრაფი დამტკიცებული. ანუ სწრაფი შეიძლება, მაგრამ ქართულად საუბრობს და მაინც გავიგებ. გაიგებ რა იქ და ხა შენ არის რაც გაიგებ, მაგრამ ეგ არის სამეგრელოში რო ლაპარაკობთ, ისეთი სისწრაფით ლაპარაკობთ. მე ხო რაღაცა სიტყვები მესმის მეგრული. გურულზე ეგ ლეგენდა და მე მაგალითად აგრესიას მიჩენს ძალიან დიდ სამეგრელოში ეგეთი რაღაცა, რომ ერთის მხრივაც ძალიან დიდი პლუსია სამეგრელოსი. აი ეგ. ანუ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ძალიან გატანა იციან ერთმანეთს. ანუ ეგ კი არ მიჩენს აგრესიას. აგრესიას ის მიჩენს, რომ რამდენადაც უყვართ ერთმანეთი, იმდენად იციან გამორჩევა, რომ შენ სხვა ხარ. აი მე რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე, როცა ოჯახში ჩავდივარ, მაშინაც კი, იმ ოჯახშიც კი, სადაც ოჯახის წევრი უნდა ვიყო, მე ვგზნობ რომ სხვა ვარ, მე მძურს ეგზნობა, მე არ მინდა სამეგრელოში ჩასვლა. სამი კაცი რომ მაგიდას და ზის და ორი რომ შენ 10 ჯერ უთხარი რომ სირცხვილია ტეხავს, მე აღარ ჩამოვალ თუ ქართულად არ ილაპარაკებ, იმიტომ თქვენ რომ იცინიყარ და მე აქ დებილი ვიძვზივარ წყინს, ანუ აზრი არ აქვს. აზრი არ აინტერესებთ. ხო და ანუ აი ეგ ძალიან ცუდია. მე როცა სტუმარი ვარ, მე ეგ აქვს პასუხი რომ ისწავლე. მე არ ვარ ვალდებული რომ ვისწავლო. ანუ შენ რო ჩემთან სტუმრად მოხვალ, მე სხვა ენაზე რომელიც შენ არ გესმის, არ უნდა გელაპარაკო და ოჯახის წევრებსაც არ უნდა ველაპარაკო, თუ პატივს გცემ და თუ პატივს არ გცემ და არ მინდა რომ მოხვიდე, მაშინ ნუღა მოხვალ და არც გეტყვი რომ მოხვიდე. ისეო.
აი ეგ არ მომწონს ძალიან მე. და თან აი ხო გეუბნები იყოს გურული, იყოს იმერული, იყოს აჭარული, იყოს არ მაინც მესმის ხო ხვდები ახლა კი სხვანაირი დიალექტია მაგრამ მაინც მესმის და ეს არ მესმის. და მე მწყის ხო უნდა გაითვალისწინო აი თქვით აბა მეგრელებმა ხო უნდა გაითვალისწინო ხა შენს რო იყო ხო? ჩამოხვედია ინგლისურად ან ნებისმიერ ენაზე სვანურად უნდა. ანუ ენაზე რომელიც არ გესმის რა მნიშვნელობა აქვს. ლაპარაკობენ როცა შენ იქ ხარ. ამ ძალიან საწყენი რაღაცაა ეგ. და კიდე ხდება ხოლმე გულზე. ძალიან ხშირად გამიგონია სამეგრელოში და ამიტეხია ხოლმე მაგაზე ომი და თან ანუ ამბობენ რომ ეგ იგრეა კაცო. ჩვენ მეგრელები და თქვენ ქართველები. აი ქართველებმა ესე იციან. გიჟდები ხოლმე მაგაზე. ანუ შენ ქართველი არ ხარ? არა, როგორ არა, მე ქართველი ვარ, კითხვის. აბა რატო? მაგრამ ანუ უნდა მივიღოთ ყველა ისეთი როგორიც არიან, თუ არ მოგწონს რაღაცა, სადაც არ მოგწონს, იქ უბრალოდ არ მივალთ, მორჩა. დანარჩენი ვიღებთ როგორიც არის ისე სიტუაციას, ხო? ანუ თუ ვერ შევძელით ის, რომ ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მიგვესულებოდეს, არ მივალთ და ისე რომ ვიღაცა დავამციროთ, ვიღაცას დავცინოთ, ვიღაცა რაღაცა მასხრად ანუ ჩემთან ეგეთი რაღაცები არ მოსულებს საერთოდ. არავისთან, ვინც კიდე იყოს. საქართველოში ქართველებმა ძალიან სულად იციან, აი მაგალითად აზერბაიჯანელებსაც დასცინიან ხოლმე. რა ვიცი, ყველას დასცინიან, ვის არ დასცინიან. ბაია გოგონა არ ვარ. იგი გოგონა ვარ. ხო. შენ ხარო ბაი. ხო. ლია როგორ გისმენდა რა გახსენი ყველაფერი კარგი გოგო ხარ მადლობა ძვირფასო ლელა გამოსნი ფახლავა მომტანმაც გაიხაროს მადლობა მიყვარხარ ნიბედნიერი დღეები და დასვენება მადლობა ძვირფასო ანა როგორ მომენადრა ზღვა აჩრდილში როგორ დასკუბნენო მარიამი მადლობა პასუხი მარიამ მე გამაგებინე რას იყიდი ამან ნინი იყავი ბედნიერი მადლობა ძვირფასო ხატია კარგი და ბედნიერი დასვენება ნინი მადლობა მანონინი გია აგირბას თბილისშიც აქვს სახაჭაპურე არ ვიცოდი ინგა აბა დღეს როგორი დღე ექნება ძალიან მაინტერესებს ჩემი მარათონის გოგონა მიდის დღეს დასასვენებლად ჩემი არა მარტო მარათონის გოგონა YouTube-ის მაყურებელი მარათონის გოგონა და ჩემი ინგა ეს უყურებ ბოლო დროს სუსკამებს ზის ხო მე ჭკვიანი ძირს აბა მეთლახზე არ უნდა და დედასთან უნდა დედასთან უნდა ხო ისა რა უნდა მეთქვა აუ რაღაცა უნდა მეთქვა რატო დამავიწყო და აუ რაღაცა კაი უნდა მეთქვა აუ იკა აი გადაცემდა აუ რაღაცა ძალიან თემატური უნდა მეთქვა ხალხო რამდენი დღეაც ჩამოვედი არ მივარჯიშე მკლავების ვარჯიშები ისე ვიღლები წუხალ 16000 ნაბიჯი გავიარე და ისე ვიღლებიო თავი აღარ მაქვს ხო ძალიან მაგარი 16 არ გამივლია გონი არასდროსაც 16 ყველასთვის გაია ანუ 10-ით საკმარისია ხო და ხო აი გამახსენდა ერთმა ჩემმა გოგონამ რომელიც ძალიან გემრიელად ჭამს არაფერს არ იკლებს ანუ დავიწყეთ იძახდა რომ რაღაც რამდენი 5 დღე რო იყო გასული დაწერა აი რას წარმოვიდგენდიო რომ ვაფლს მივაყოლებდი ყავას და შარვალი გამიდიდებოდა 6 კილო დაიკლო 18 დღეში 6 კილო ვაფლი ძიანი ყავა და ვაფლი და დაიკლო ანუ მიდის კი მაგრამ რომ დავიკლებდიო ამითიო რა ფიქრობს ეგეთნა რაღაცე აი მე კალორიების დეფიციტი უკვე რა მიჭამი ერთად ყავა ყველი და პური ფანიანში წინწკლამსო
ხო და ისა რა ქვია ისე მიხარია ერთს 5 და 300 იქონდა კლება სანამ წავიდოდა 12 დღეში მეორეს 5 და 300 მეორეს 6 იქონდა 18 დღეში დღეს არის მე-20 დღე და ზოგს 3 ზოგს 3 და ანუ გააჩნია საწყის წონას რა მაგის მიხედვით ხო და აუ ისეთი ბედნიერება ისეთი გახარებული ვარ აი მეტი უბრალოდ არ შეიძლება 12 დღეში 5 კილო სერიოზულია უკვე სერიოზული მარიამ ნინი ლამაზი ძალიან ლამაზი ხარ მადლობა და სვენე ძაღლი თუ თანახე ეს კომენტარი გუშინ შემხვდა ნინოც მეუბნება ახლა მეგეთი ადგილი არის ბათუმშიო და არ მახსოვდა სად იყო და ეხლა აღარაფერი აღარ უთქვეთყობა ნახე იქ რა დამიმწერეს ძალიან ცუდ ლოკაციაზე გაიკეთებიათ არჩევანი მან პლაჟი მუდამ გადაჭედილია რუსებიდან და დამსვენებლებიდან აი ის რო არის წინ ორბი პლუს წყალი არის ორბების მხარეს ძალიან ბინძური ქალაქის მთავარი კანალიზაცია მანდვე ჩაედინება ბავშვებმა წყალი არ ჩაყლაპონ თორემ ენტეროვირუსს ვერ აცდებით შემდეგ ჯერზე ცენტრალური ბათუმისკენ გააკეთეთ არჩევანი სიამოვნებით დაგეხმარებით მისაღებ ფასად გაპოვნინოთ საცხოვრებელი ბედნიერი დასვენება აი არ ჩამომახიო კაცო ანუ ზემოთ იქითკენ უფრო კაია რა თქმა უნდა ჩვენც ცოტა ისე რომ წავიდეთ ზემოთ დათვი მინდა აცი რო გავა დიდ კარგი მაშინ პინგვინი აბა ვინ კვერდა მინდა მართალი ხარ თვითონ რა წყავს ორბების იქ პირდაპირ ამის წინ ვიბამ ხო ბანაობს და იქ არის ხალხი ანუ ზემოთ უნდა გახვიდე 1.5 კილომეტრი მაშინ და აუ ეხლა საბანაოდ ვივლი კიდე 9 კილომეტრს აქედან აბა ეხლა რა თქმა თუ კარგი ის არის რატომაც იქით ვერ ვიშოვეთ და აბა რა ვქნა აუ ნინომ თქვა ძალიან ღრმად ჩადისო ის კანალიზაციაო ისე ღრმად შედისო რომ ის ზღვა წმინდავს ვახ კი არ ჩადისო იმასთანო თეო ნინეს ბინა მეცნობა შანშანაც აქ ხო არ იყავით არა ზურფას ვაკ პირველად ვართ ლიზი რა საყვარლები ხართო ნუ შემრავალი ესეთი ბედნიერი დღეები ნინი მოდი შევხვდეთ ეს ბავშვი გეძახი კი მინდა ულამაზესი ხედები ულამაზეს გოგონებთან ერთად იხარეთ მუდამ დედა ბონი უნდა პინგვინი უნდა ბონის ჩავხოთ ჩავყავთ პატარა ბონი და პატარა პინგვინია აჰა კარგი პინგვინი გამოვიჩეთი პინგვინი ვაგარი პინგვინი მეგობარი იქნება ბონისი არ შეჭამის პინგვინს ბონი უყვარს პინგვინი ბონის უყვარს პინგვინი კი დედა უყვარს ინი მოდი ვენა დედას კვერნა უყვარს აუ რა გინდა ხო გასავლე გუშ ვაიმე ნახე ბონი როგორ გიყურე ბაბი ბედნიერი დღეები ნინი ვაი და უი რა თისკენას გაისეირნეთ ბევრი ჩანჩქერიაო ხათუნამ მაკანი ირა საყვარელი ხარ ყველანიო მადლობა ნინი ვაიმე ძვირფასო ერთხელ მე შემეშალა და ნინო დაგიწერე შემთხვევით გვიან აღმოვაჩინე წაშლას აღარ ქონდა აზრი ერთადერთი ადამიანი ვინც ნინოს მეძახის და არ მაღიზიანებს ეს არის პაპა და ნანჩენი ყველა საძახილზე ბრაზდები ხო ანუ რა იცი თუ შენთვის ნინო ჩვეულებრივია ხო მაგრამ ანუ ჩემთვის ნახე ნინო და ნინიში რა სხვაობა არის მე რო ჩემი თავად გახდომა დავიწყე და ჩემ გზაზე სიარული და ის გავხდი ვინც ვარ ნინი გავთორე ჩემ ხასიათს ნინო უფრო უხდება ესეთი ცოტა უხეში და ცივი მაგრამ ანუ ეს ნინი ასოცირებულია ჩემს სხვა ახალ ცხოვრებასთან სადაც ჩემი ბედის კაპიტანი მე ვარ არა ჩემი უბედური წარსული არა ის რომ ბავშვი ვარ არა ვინმე სხვა რამე მე და აი ეს არის ჩემთვის ნინი და ნინო არის აი ეს ბავშვი აი ეს პატარა საწყალი ბავშვი და ჩემი მძიმე ბავშვობა
ჩემი ჯგუფელები ცდილობდნენ ლიკა თან მოდაში. ეგ სარეთ გეყობა? კი. ლიკა რა მოდაში იყო მაშინ. 28 წუთიანზე? აჰა. არაფრით არ მიგირე ლიკა. იმიტომ რომ მე ლიადამა. ეს თან ჩემაგან სამიზახარია და ბალე ლიადავა. ისე მე ვფიქრობ, რომ მე ნინო დამარქვეს ბებიაჩემის სახელი, ბებიაჩემს ვქვა ნინა. და ეტყობა დედაჩემმა ქართული ვარიანტი დამარქვა, წმინდა ნინოს ვერსია და ქართული ნინო და არა რუსული, ну, მაშინ ხო რუსულთან ასოცირდებოდა ნინა. თორე მე ვფიქრობ, რომ მე ყველას ნინოს ყველა ფორმიდან ყველაზე მეტად მომიხდებოდა ნინა. და ნინა არის საერთაშორისო ქალის სახელი. ნინო იტალიაში კაცის სახელია, მაგალითად. ნინა ყველგან არის ქალის სახელი. და თან თვითონ ხო ნანის ეძახდნენ, ამდენად ჩემს ნანა ერქვა, ნანის ეძახდნენ. ამდენად ჩემს ნინო ერქვა, მე ნანას ეძახდნენ, მე ნანის ეძახდნენ. ნანი და ნინა, ნახე რა ლამაზი იქნებოდა ერთმანეთში, რომ ეგრე დაერქმია. და ნინა მე ანუ ჩემ ხასიათს აი ამ ძალიან გიჟმაშთან მკაცრთან ქალურთან აი და ნინა ძალიან მოხდებოდა. მაგრამ ნუ ახლა ნინამ ჩაიარა გვერდზე და ნინი ვარ დღეს. ნინი ახლა რატო? ნინი ჩემთვის მე ეგეთი რბილი ქალი არა ვარ, როგორც ნინია სახელი. მაგრამ ნუ ეს არის რაც არის შემრჩა. ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დამიძახა და დამარქვა და მეორეთ მონათულად და დაბადებასავით არის აი ჩემი სხვა გზაზე სიარულის დასაწყისი და ამასთან არის ასოცირებული დაკავშირებული და მიყვარს. თორე მე რომ ყოფილიყავი მაშინ რომ ეთქვა იქიდან ამომეძახა ნინას ვეტყოდი თუ ნინოს ვერსია უნდა დაერქვიეთ მაინც და მაინც რომელიმე ნინა დამარქვით მერქი. თუ არა და რამე სხვა სახელი, არასდროს არ მიყვარდა ნინო, იმიტომ რომ ჩემ კლასში იყო 3 ნინო, მე მზულდა ჩემი გვარი, რიგი მომენტებიდან გამომდინარე და რადგან 3 ნინო იყო, ყველას გვეძახოდნენ გვარებით. და ის ვისაც ეს სახელი ერქვა, რომ მარტო ერთი იყო, იმას ეძახოდნენ სახელი. და ვერ ვიტანდი მაგას, მაშინ ჩემ დროს ძალიან იყო მოდაში ეს ნინო, მარი, თამუნა და ქეთი. სულ ესენი ერქვა გოგოებს. ხო. აი რა იციან ხოლმე სახელების ამოჩემება. მე ბიჭებს გიორგი და დათო ჩემ თაობაში. მერე ესა ლუკა, ნიკა, საბა, კიდე რა იყო პოპულარული. ანდრიაც კაი პოპულარულია სხვათა შორის. აი რაღაც ლიზი, ანა, ანასტასია, რამდენმა დაარქვა. ბარბარე, ანუ აი რაღაცა რო წამოახორ, რო სახელი ყველა მაგას არქმევს და მე რაღაცა ფუჭდება თითქოს იმ სახელის სილამაზე, რა ვიცი. კაცი თუ არ ვარგიხარ. ხა კაცი ვარგიხარ თუ არა მშობელი წინასწარ მაგას ვერ მიხვდება. პირიქით თუ არ ვარგიხარ და ისეთი სახელი გქვია, უფრო ცუდად ჩანს. კარგი. სახელი რა არის, სახელი. იცი რამდენს აქვს ვაფშე თავიდან დაარქვეს და შეიცვალა ვაფშე არ მოიცვალა. აი, ჩემთვის მაგალითად მარიანა, ანჟელიკა, მადონა, ეს სახელები უნდა ერქვათ, აი ქალღმერთივით ქალებს. ისეთი სახელებია, მაგრამ ეხლა წინასწარ დედა რო გააჩენ შვილს რა იცის როგორი იქნება. ვის ქვია ეგრე, ყოველ მეორე გიორგია, რომელმა გაამართლა. დავითი? ირაკლი? ირაკლი იშვიათია შედარებით. ჰერაკლესთან. დავითი და შეხედა უკაცდა ახოთ გაუვარგა. მე ნინი ზუსტად მაგარად ჩოლებრივ ფერზე გეუბნები ხმელთაშუა ზღვა ასეთი ლამაზი. აი მე უნდა ვნახო, მე უნდა ვნახო ერთხელ აუცილებლად. ლელო ნინი ბედნიერი დასვენება საყვარელო. ნატო, თუ ადამიანი გიყვარს და შენი ამის ფეხს და ფეხის ზევით სხვანაირად ვერ შეხედავ და ვერ დაინახავ. თუ ზერერად უყურებ, ყველაფერს სექსუალურად და სირცხულად დაინახავს თვალები. მე მიყვარს ლამაზი ქალი და ლამაზი თვალებით ვუყურებ. ღმერთ მარქმას, რომ დროზე ადრე დავხუჭოთ თვალები და სამყაროს სილამაზე ვერ დავინახოთ.
ხედავდეს, გვიყვარდეს, გვილამაზებდეს სიცოცხლეს, ასე რომ ნინის ფეხი თუ ბარძაყი მე ნერვებს არ მიშლის, სიამოვნებს, რომ იმდენი გააკეთა, შეუძლია გამოაჩინოს, ვინც ის იქნება და მეც დავიკლო. და არ დავმალო მუხს ზევით. ნინი ნატოს უყარყარ, მე როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ ძირფაზე, როგორ მიყვარხარ შენი ფეხები, რომელსაც მუხს ზემოთ მალავ. მეც ისე ძალიან ჯავრობდი, ძალიან ვდარდობდი, ვერ გავდიოდი საერთოდ პლაჟზე, გუშინ ვისაუბრე მაგაზე და არა და ისეთი ლამაზია ჩვენი სხეული, ნებისმიერი, აი ნებისმიერი ხა პატარა ბავშვს შეხედავ მაგალითად. ტუნტულები რო აქვს. როგორ ისაყვარელია და როგორ გვესაყვარლება ყველას და დიდებს კიდე როგორ აბულინგებს ხალხი, ხო? არა და რა ერთი და იგივე სხეულია, უბრალოდ სხვა ზომა. ძალიან ისე ფარისეულურად მეჩვენება ხოლმე ბავშვს რომ უჭი-პუჭი შეუბნებიან წონის გამო და დიდებს კიდე აბულინგები. არა. ხო და ის ძალიან მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ. ეგრეა ხო? ანუ შენ გაღიზიანებს, როცა არ გაქვს მიმღებლობა. მაშინ. როცა არ გაქვს მიმღებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის. როცა არ გაქვს მიმღებლობა მეორე რიგში იმ ადამიანის და საერთოდ როცა მიმღებლობასთან პრობლემები გაქვს. მით უმეტეს ქალი როცა ხარ და ხედავ რომ ქალი ამაზე შრომობს, ახლა თქვენ გონიათ რომ ადვილია რომ ზღვაზე იყო და კალორიები ითვალო? ანუ ზღვაზე იყო და არ ბანაობდი. შენ არ გინდა, მაგრამ ანუ ძალიან რთულია. რთულია, აი გეტყვით რომ ძალიან რთულია. აი გუშინ საღამოს იღემშიო და მათი რატომშია ესე და მე მივხვდი რატომშიო და ესე. ჯერ ერთი დილად ჭამეთ როლებისაც უმეტესობა იყო ნახშირწყალი და მე საღამოს ჭამე შემწვარი კარტოფილი პურით და ბოსტნეულით, სადაც ასევე იყო ნახშირწყლები და მცილა ფაქტიურად გუშინ არ მიმიღია. და მე მეორე კიდე 16,000 ნაბიჯი გავიარე, 16. და ანუ ისე მშიოდა საღამოს, ისე მშიოდა, რომ ერთი გაფიქრება, ისიც კი ვიფიქრე, ხო არ დავჭირ და ხო არ ჭამო მე. არა, არ გა. სად გვაქვს შოთის პური? აი ხალხს ეგონება რომ გავაკეთე. თან თვალს რომ იკრავ და მალავ. არა, კაცო, ხუმრობა. ხო და მე გარეთ რომ გავედით იქ 150 კალორია მქონდა დარჩენილი და ნაყინი ჩამოსასხმელი ჭამოთო და ყველა მოდა ახლა ხო არ მოვაკლდებოდი მეთქი ოკეი ვჭამოთ და ვიფიქრე ხა ამ ნაყინი შევჭამ და კიდე მე შეება მთელი ღამე ხო მაგის რამდენია? ეს 50. მოხი ჩაატიე? და რა ჩავატიე თავი ეს მოვაჭამე ზემოდან ნაყინი და ევა რა კარგიაო და ვაფლი გამომართა და ეს საწაიერეთ სტროუბერის ჯავე. ის ანდრეამ ჭამა. და ჩემი ვაფლი? ეგეც შევამჭამა. ვა, ასე ხომ. წვიმაში. ხო და ეს მარტო თავი ჭამე რა და დარჩენილი მქონდა კიდე ფაქტიურად 100 კალორია და რომ მოვედი მე თხილი ვჭამე, ხის თხილი 10 გრამი და რძიანი ყავა. აბა ერთი 40 კალორიით 1442 კალორია ვჭამე. ანუ ერთი 1500-მდე ნორმალი რა, ანუ ჩემთან ვსვენური აქ 1500-მდე ნორმა არის და აი ესე მაინც გავუძელი. არა და სასწაული შიმშილით დავიძინე და სხვათა შორის დღესაც შიმშილით გავიღვიძე. მაგრამ მე მინდა რომ ჩემი სხეული ზედ იყოს მე რომ მინდა და ამაზე ვმუშაობ. 50 სალ მოწს რამდენი ექნება? აუ დამანებე თავი მე რა ვიცი. მოცი და კალორიულია და თხილი მაგა. არ ვიცი. ესე იგი 12-14 ცალი თხილი არის და სადღაც 15-17 გრამი იქნება 20 ცალი. სადღაც 100 კალორიამდე რა. ხონია. ძალიან დამცხა. ხო და ადამიანი რომ ამაზე მუშაობს, რა თქმა უნდა და აი ძალიან ძვირადაც რომ უჩდება, უნდა რომ მე დაინახო შედეგი ცხადია, ხო? შედეგი 100-დან 100 დაიდება, თუ დაიცი. და ვისაც კიდე არ უნდა რომ იმუშაოს და მარტო შედეგი უნდა და თვითონ მზად არის რომ ჭამოს და სხვისი დანახვაც არ უნდა მე ხდები, სხვისიც ნერვებს უშლის. ანუ არიან ადამიანები რომ
აი თუ სხვა მდიდარია და თვითონ ღარიბი ეზიზღებათ ის, იმიტომ რომ მდიდარია. თუ სხვა ლამაზია და თვითონ არ არის ისეთ ლამაზი, ის ეზიზღებათ. თუ სხვა უფრო ჭკვიანია და თვითონ არ არის ისეთ ჭკვიანი, ის ეზიზღებათ. ჯერ არც აღიარებენ რატო ეზიზღებათ, მაგრამ მაინც თუ სხვა გამხდა ახერხებს რომ გახდეს არ ჭამოს და თვითონ ვერა, მე ის ეზიზღებათ, ხდები? რა ამბობენ იცი? იმას უმართლებს. არაფერს არ ჭამ მთელი დღე და მაინც უკან. ანუ ფულზეც, აი გონიათ რომ ეხა მე რომ მთელი დღე უსაქმურად ვზივარ, ისიც უსაქმურად ზის უბრალოდ იმას სიდან აწვიმს და მე არ მაწვიმს და რატომ მე არ მაწვიმ? არც ერთი შედეგი არ იდება გულის სისხლის ჩადების გარეშე. არც ერთი. ნუ ეხლა ხო, მაგებზე არ ვსაუბრობ. მე ვამბობ, როცა შენი თახწევდა. ხო, როცა შენი თახწევდა, როცა შრომით ახწევ რა. ეხლა თანდათან რაც რო გადის, ეგეთები უფრო იკლებს. ადრე რო იყო. ადრე რატოც იყო. ხო, ასე რომ მე ყოველთვის ვღბრთოვანდებოდი ხოლმე სხვისი შედეგით. ეხლა აქაც რო დავდივარ და ლამაზ ქალებს ხედავ, აღფრთოვანებული ვარ ხოლმე. და საერთოდაც ანუ ვიღაცას რო რაღაცა აქვს და თავისი ნაშოვნი და მოპოვებული აქვს, მე ძალიან მიხარია. თუ მეც მინდა და მე არ მაქვს, ვცდილობ ხოლმე გავიგო რა გზით აქვს. თუ ზოგი მალავს, თუ არ დამალა და გააზიარა, მეც მაინტერესებს ხოლმე, აი როგორ. რომ მეც გავაკეთო. აი, არაფრის არავისი არ შურს. და ისიც არ მომერიდება, რომ ვთქვა. ნახე, თუ აი მე ხა ნახე, რატო ვიკლებ და რატო ვითვლი კალორიებს? იმიტომ რომ მე საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე. რა მირჩევნია? ვიყო გამხდარი თუ ვჭამო ყველაფერი რამდენიც მინდა და როცა მინდა უზომო ოდენობით. აი ამათ შორის მე არჩევანი გავაკეთე. მე მინდა რომ ვიყო გამხდარი, ხვდები? და თუ გინდა რომ ყველაფერი ჭამო, ყველაფერს ვჭამეც, მაგრამ უზომო ოდენობით ვერ ვჭამ. როცა მინდა ყოველთვის ვერ ვჭამ. ხები, იმიტომ რომ აღარ გაგის კალორია. და მე ამაზე თანახმა ვარ. ანუ ყველაფერს აქვს თავის ფასი და ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. რამ ხელა ის მოვაყოლე რატო შენი მას. ხო და ბევრ ადამიანს არ უნდა ამ ფასის გადახდა, უნდა შედეგი და ამას ეძახის მინდა. ეს არ არის მინდა, ეს არის სურვილი. ეს არის სურვილი, რომლისთვისაც ადამიანი ჩხირის გვერდზე გადასადება და ხა ყველას გვინდა რომ მილიონერი ვიყოთ. მაგრამ რო ვიცოდეთ ყოველ დღე რამდენი საშინელი გადაწყვეტილება, საშინელი მძიმე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ ამ ადამიანებს, რამდენი შრომა, რამდენი ნერვი, რამდენი ფიქრი, რამდენი დახარჯული დღე და ღამე. შეიძლება არ გვიღირდეს ეგ. რომ ჩვენ გავიღოთ. ან თუ სწავლისთვის. რა არის? რა ხდება? რა ხდება და აივანზე ხო გავფინეს დასასმენ. ხო. აი რომელიც მესამეა მე ხუთი იყო რა. პირდაპირ მოდიოდა ასე ნიაღვარი და ესხმებოდა დასასმენს. ანუ არ დაესხა მოუწიდი ნელ-ნელა მოდიოდა წვეტ-წვეტი და წამოვიდა. ალბათ აი იმ აივანს რეცხავდა, აბა საიდან წამოვიდა არ წვიმდა არაფერი. ხო, შენ მიგაგიშდება. აი მე მანანა გუშინ კარგი და გქონდათ, კარგი იყო რომ გახვედი. კი, ძირფასო ნინოსთან ძალიან კარგი დღე მქონდა. ნინო, გამარჯობა, ნინი ბედნიერი დასვენებას გისურვებთ ნინი ბათუმში, გემრიელად და კარგი დასვენებას გისურვებთ. მადლობა საყვარელო ნინი და სილამაზეა, გავგიჟდია საოცარი ბუნება გვაქვს ქართველებს. კი, ჩემო საყვარელო, ნატო ოჯახის ბურჯია რომ მიტყვიან ფუძე უფროსით შემომტანიც გამტანიც ყველაფერი შენ ყარ ნინი, იმიტომ მოიწყინეს ყველამ შენ რო არ იყავი 100 წელი. მათი ვაიმე წინამძღოლი ყოფილიყავი ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის იმრავლეთ იბედნიათ. ვაიმე დიდი მადლობა, ძირფასო დიდი მადლობა. მე არ ვთვლი რომ თლად ეგეთი წინამძღოლი და ფუძე და შემტანი და გამტანი გიცოცხლე. ვარ, მაგრამ ანუ მივხვდი რაც იგულისხმე და ძალიან დიდი მადლობა ძირფასო. ზომოდ მიყვარხარ. მარიამ, აუნი ძალიან მიყვარხარ 6 და 32 წუთზე ჩავარდ ბებია ჩემი სახლ და ვინატრე. ნეტა ეხლა იქ ყოფილიყავი და მენახად ხო ძალიან მიყვარხარ და მინდა შენი ნახვა. ირმა, მიხარია რომ ასეთი ლამაზი დღე გაატარეთ გოგოებმა, ლამაზი დღეები, მადლობა ძირფასო.
თათია ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო რჩევისთვის. ეხლა დღეს ბავშვთან გამომადგა. ნინი ეგ წყალი გაყინე ბოთლით ან აადუღე და მერე გაყინე. ეგრევე ეკარგება ეგ გემო რაც აქ სახეზე ზღვის წყალი იწვევს გამოშრობას კანის და კანი რო შრება იწყება იმაზე მეტი ცხიმის გამოყოფა ვიდრე ნორმალური. ამიტომ გამოიყენე დამატენიანებელი და ცისგან დამცავი. არც ერთი არ წამომიღია, ორივე დამრჩა თბილი. ისე წყალზე ძალიან დიდი მადლობა რომ მითხარი. მწყურია, სულ მწყურია. ჩადი ფონი, იმიტომაც ერთ-ერთი ის რომ მშიო და ეგეც იყო. კი არა, მშიო და აქ წყალს ვერ ვსვავ ხალხო. სულ არ დავისხავ, ნახე ვერ დავისხი რომ ევას თუ კიდე მოუნდა, ევასაც გქონდეს. გადადუღებულია ეს. ნინი მართლაც ულამაზესი ადგილია, მზია. ეს წვიმა იყო, გამოცხადა იყო. ოდნავ აქ გემო. ეხლა ჩაინიკის გემო აქ. პლასმასის. აუ უნდა ვიყიდოთ წყალი დღეს. თამუნა ნინ თბილისში უფრო ცხელდა თუ ბათუმში? ბათუმშია მეტის იცხრა. მე ხვალ ჩამოვდივარ ბათუმში და ფსიქოლოგიურად ვემზადები სულთა 5 თვისთვის. ზუსტად ამ დროიდან დავიწყე შენ ბლოგების ხვება 1 წელია ცელს გადენებ და ყველა მესაყვარლებით. რატომღაც გული მიგნობს რომ შემთხვევით გნახავთ. ბედნიერი დასვენება ყოჩაღლია საკარგი კომპანიონი ყოფილა არ ეზარება სიარული და მხარს გიბავს. მადლობა ძვირფას ძალიან დიდი მადლობა. ხო. თბილისში ძალიან ცხელოდა. ბათუმში ეგრე არ ცხელა, ნუ ჯერჯერობით, რა ვიცი. ეგრე არ ცხელა ბათუმში როგორც თბილისში. თბილისში სასტიკად ცხელოდა. მე გეციცხე რა ვიცი თბილისში არც მახსოვს. უბრალოდ ნახე როგორ არის მოსკოვის გავზირზე ეგეთ ციცხე არ იდგა ჩვენ სახლში და მან ზედა სართულია და ზემოთ ხეა. დაიპარნოია რა. ვახტები. ანუ მაგ სახლში ძალიან იგრძნობა. ხო, ბათუმში ისე არა. რა? ხო, ლია ძალიან კაია სიარულში, სადგინა იქ წაყვება. შოლია, მე რო დავვარდები ეგ კიდე ივლის. ანუ რაც ჯანსაღი და კაია. იმას შეუძლია ბოლომდე. მარიამი დღეს დავიწყე კალორიების სლანი 4 კილო მაგ დასაკლები ბევრი არ ვნახოთ როგორ დავიკლებ ისე ასე ნაჭამი кайხანია არ ყოფილვარ ხო კალორიების ლის დროს უფრო გემრიელად ჭამთ ვიდრე იქამდე მაგრამ 1-5 დღის მერე იგრძნობ რომ გაკლია საჭმელი და it's okay ნორმალური არ შეწყვიტო კალორიების სვლა არის ერთადერთი გზა რომთაც ვიკლებთ აი აქ მნიშვნელობა რა გზით ვსხუდავთ კალორიას რა დეფიციტი თუ არ ჩვენ არ ვიკლებთ ნინ ძალიან მიყვარხარ მთელი ოჯახი მადლობა სოფონინი ბედნიერი დასვენება შეირიგე ყველაფერი კარგი თმას როგორ ული რომელი შამპუნი დიბანდა შემდეგ დეტალურად რომ მითხრა შეიძლება უადღიო კითხვა მაგრამ მაინტერესებს და თუ მიპასუხებ კაი იქნება არანაირად არ ული კონდიციონერსაც არ ვხმარ ვაფშე აი არაფერი უბრალოდ შამპუნით ვიბანდა მორჩა ჩემი თმისთვის ყველაზე მთავარია ხოლმე რომ ერთი ცხიმიანით მაგ და ცხიმიანით მის შამპუნით არ დავიბანო იმიტომ რომ ცხიმიანით მის შამპუნით რო ვიბა ძალიან მიშრობს და მე მეორე დღესვე დასაბანი მაქვს ცხიმიანი მაქვს ანუ ცხიმიანით მისთვის შამპუნი არ იყოს ეს ერთი და მეორე ნუ ძალიან არის შამპუნები რომელიც ქერცს მიჩენს ძალიან იაფასიანები თუა მაგას ვერ ხმარო აი პანტენი head and shoulders-ი LCV აი ამებს ვიყენებ და მთავარია ყველაზე მთავარია ჩემი თმისთვის არ იყოს შეღებილი თუ ჩემი თმა შეღებილი არ არის უჯანსაღესი სოია ბედნიერი სიხარულის დღეები ულევი ჩემო კარგო ყველას მადლობა არაჩვეულებრივი ვიდეო იყო ულამაზესი ხედებით ნინი თეა მადლობა ჩემო ძვირფასო სანდრო ფრიდა თუ რაკუშკები ულამაზესია შენს ალამაზებ გარემოს უი ხო რაკუშკები ეწერა კიდე მენიუზეც და ყველგან არ ვიცი ფრიდასაც ეძახიან არ ვიცი შეიძლება რაკუშკები ქვია ეს ბათუმია თუ თბილისი ზღვაზე არასოდეს ყოფილვარ და მაგიტო გეკითხებიო გავს კი რაღაცი თბილის ალბათ მაგიტო მომწონს ციცი ულამაზესია ყველაფერი მადლობა ყველაფრისთვის რომ ამ სილამაზეს სადაც გაოგნებული ვარ ჩვენს გვიზიარები კარგი ვლოგი იყო ნამდვილად ემოციებით დატვირთული მადლობა ძვირფასო ციცინი ულამაზესი ხარ სიტყვები არ მყოფნის რომ გითხრა და გადმოგცე ისე მომწონს საოცრად გამოიყურები თლიანად ხარ გარდაქმნილი და შეცვლილი ჩაცმის სტილიც კი ძალიან გიხდა აი ეს არის ჩემი და იმიტომ ანუ რაც უფრო ვიკლებ ზედმე წონას მით უფრო ვუახლოვდები ჩემს თავს ანუ იმას თუ ვინ ვარ მე ხვდებით
ანუ და რაც უფრო უახლოვდები ჩემ თავს, მით უფრო ყველაფერი ისეთი მაქვს, როგორც მე. ანუ ჩაცმა, სტილი, ქცევა, აი ვიზუალი ყველაფერი, ანუ ჩემ თავად ვხდები და ეს არის არ ვიცი, ვერ აგიწერთ რა ბედნიერებაა ჩემთვის. იმიტომ რომ საკუთარი თავის დაკარგვა ყველაზე დიდი დანაკარგია. ნიელ ამაზო და სიფრიფა, ვაიმე, რას როგორ მიყვარს ეს სიტყვა. ძალიან გიხდება ეს კაბა, ყოჩაღნიოს შვენიერი ადგილები განახა, ეს კაფე შემოქმედების ნიმუშია. დროიდან ხედი გასაოცარი და დიადი. დრონის გარეშე როგორ გადაიღე, ასეთი ყოვლის მომცველი კადრების სპეციალისტი ხარ და ძალიან კარგი ვიდეო იყო, ძალიან მისიამოვნე, მადლობა გოგოებო. ძალიან მინდა დრონი. ძალიან მინდა რომ მქონდეს იმდენი, რომ დრონი მქონდეს ერთი და ეს სასწაულებრივი ადგილები გადავიღო. და რომ მიდის ჩვენი ის მანქანა ზემოდან გადავიღო და ძალიან მინდა. იმედი მაქვს რომ ყველაფერი იქნება. თქვენთან ერთად. და თქვენთვის და ჩემთვის. მანანა როგორი ტკბილი და საყვარელი ხარ, ვაიმე მადლობა დიდი ძვირფასო. კარგი, დავიკითხე ყველა კომენტარი, რომელიც იყო, მიყვარხართ. ძალიან გისურვებთ, კარგი დღეს, ახლა წყალი უნდა ვიყიდოთ, აი შიგნიდან მკვდები წყურვილით ხალი, აი დიდი ბოჭკით უნდა ვიყიდოთ წყალი. მიყვარხართ ძალიან კოცით, გიალერსებით, გეფერებით და არ ვიცი, როდის დავამუშავებ ამ ვლოგს, მაპატიეთ, რომ გვიან-გვიანდებ, იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად მინდა რომ სანამ ძალიან სიცხეც დაიჭერ წავიდე, ის ვიყიდო, ის გავაკეთო და მე უკვე საღამოს ვხდებ დილის ვლოგს, მე რა ვქნა. იმედი მაქვს რომ მაპატიებ და ასე ხო კლავები არ მივარჯიშები, არ ჩამოვედა. დღეს მინდა საღამოს აღარ მაქვს ხოლმე უკვე თავი და ამიტომ მინდა რომ დილას გავაკეთო, მაგრამ უკვე ისე ცხელაი არ ვიცი. ძირფასებო დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გამიტოვეთ კომენტარი და ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, უზომოდ გამახარებთ, აი უზომოდ. მიყვარხართ, კოცნით, გიალერსებით, დონაციისთვის პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი ვიდეოს აღწერაში, კომენტარებში არა, ვიდეოს აღწერაში იქნება. აქაც სალაწერე. მიყვარხართ ძალიან და დროებით.